საღამომშვიდობის მე დათა გვასალია ვარ, პოსტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში მიიღებს. საქართველოს მთავრობის მეთაურს ერევნის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა. პრემიერ-მინისტრი დღესვე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჭატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება. ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გამართულ დისკუსიებში. როდესაც ეკლესია 152 პატრიარქის გამორჩევის ისტორიულ ზღურბლს უახლოვდება, ტაძრის კედლებს გარეთ დაუნდობელი პროპაგანდა ირთვება. მღვდელმთავართა უმრავლესობის მიერ მეუფე შიოსთვის მიცემული ხმები იმავდროულად აღმოჩნდა სიგნალი მათთვის, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიასა და მის ავტორიტეტს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად განიხილავდა. და დღეს პროპაგანდისტული დარტყმის ობიექტი აღარ არის მხოლოდ მოსაყდრე. თავდასხმა წმინდა სინოდზე და იმ ისტორიულ პროცესზე ხორციელდება, რომელმაც ახალი პატრიარქი უნდა გამოავლინოს. რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული აქტორებისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი და შინაგანად ერთიანი ეკლესია, რადგან მათი ინტერესი არ რწმენის დაცვა, არამედ საეკლესიო ამბიონის საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევაა. სწორედ ამიტომ ნებისმიერი კანონზომიერი და მშვიდი საეკლესიო გადაწყვეტილება მყისიერად იფუთება რუსული სპეცოპერაციის ან კულუარული გარიგებების ნარატივით. როგორ მუშაობს პროპაგანდა და როგორ მიმდინარეობს ღია ომი ქართული ეკლესიის მომავლის წინააღმდეგ? ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. საქართველო და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ახალი ეპოქის ზღურბლს უახლოვდება. არაუმეტეს ორი კვირისა გაფართოებული კრება სწორედ ამ კედლებში აირჩევს საქართველოს 152 პატრიარქს. გაფართოებული კრებისთვის საჭირო ძირითადი პროცედურა წმინდა სინოდმა უკვე გაიარა. ისტორიული სხდომა საპატრიარქოში 28 აპრილს გაიმართა და პატრიარქობის 3 კანდიდატიც გამოირჩა. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. მათგან მოსაყდრე შიო მუჯირმა 20 ხმა მიიღო, რაც მას საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალ გზაზე მთავარ ფიგურად აქცევს. მეუფე გრიგოლისა და მეუფე იობის 7 ხმა კი მიანიშნებს იმაზე, რომ იერარქიაში კონსენსუსი გარკვეულწილად შემდგარია. ეხლა პირდა უკვე გასაგებია, ღვთისნება როგორია რა, ხა დღეს უკვე ცხადია, ხო? ეხლა ის რომ იმ კანდიდატებმა ზოგიერთმა 20-ზე მეტი ხმა მიიღოს, თითქოს ეხლა რაღაცნაირად ძნელი სათქმელია და. თუმცა სანამ სინოდის შიგნით არსებული მზაობაა, მღვდელმთავრებმა მშვიდად მიიღონ კოლექტიური გადაწყვეტილება, მიუხედავად განსხვავებული აზრის არსებობისა, სინოდს გარეთ დაუფარავი და დაუნდობელი პროცესები იწყება. ოპოზიციური სპექტრი, მათთან დაკავშირებული ჯგუფები, აქტივისტებად ქცეული სასულიერო პირები ერთხმად და კოორდინირებულად ამოქმედდნენ. არის რუსული პროექტი. ეკლესია მართლა დიდი საფრთხის წინაშე დგას. საბჭოთა კგბ-ს სკოლა არის მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც ის მოსკოვში მიდის და დასავლური განწყობების პატრიარქი უნდა შემოვიდეს. და ეს არ არის უბრალო კრიტიკა. ეს არის თავდასხმების კასკადი, რომელიც მიზნად ისახავს მოსაყდრე შიოს დისკრედიტაციას გადამწყვეტი კრების წინ. სხვა არც ერთ მღვდელმთავარზე, არც ერთ კანდიდატზე ისინი არ საუბრობენ, რადგან მათი მიზანი ობიექტური მსჯელობა არაა მომავალ პატრიარქზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავდასხმა ერთ კონკრეტულ სასულიერო პირზე. და მაინც რატომაა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ასეთი მიუღებელი ოპოზიციური პროპაგანდისტვის და რა იმალება ამ აგრესიის მიღმა? პატრიარქის მოსაყდრეზე თავდასხმები ახალი არაა და ის იმ წამიდან დაიწყო, როდესაც ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოსაყდრედ გამოარჩია. ეგზარქოსი პავლე მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო. სხვაობა? 0.
და რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია მართლა უბედურნ ნაძირლებს რომლებიც იქ დაბუდნენ არ გავატანთ არც საქართველოს და არც ეკლესიას ეს უნდა იცოდეს ყველამ და განსაკუთრებით შიო მუჯირმა ახლაც თუ დავაკვირდებით მათ ვინც მეუფე შიოს მიმართ მღვდელმთავრების მხრიდან გამოხატულ მაღალ ნდობას აგრესიითა და დაუფარავი სიძულვილით შეხვდა სურათი ნათელი ხდება ეს ის ნაცნობი სახეები არიან, ვინც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ილია მეორის პატრიარქობისას ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ცდილობდნენ. მათთვის მართლმადიდებლური ეკლესია არ რწმენის, სულისა და ურყევი ფასეულობების სათავე, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველზე არსებული უზარმაზარი რესურსია. ერთგვარი აქტივი, რომელიც ხელში უნდათ ჩაიგდონ და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის აამუშაონ. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ. ამ მიზნით ებრძოდნენ ისინი წარსულში პატრიარქსაც. სულ გულავად ისინი არიან. ისინი ერევიან, სულ აუებნებიან ხანმას, მდივანს, ხანიმას. ყველაზე მთავარი გულავა ის მოდის, იმასაა მთელი გავლენა. ის პირადად პატრიარქზე მიდის. და ხმამაღლა საუბრობს ხოლმე. როგორ არა, მაშინ ხმამაღლა არა, პირობებიც. ადალაწერაკი ბიჭი, მოწამენგინა. და ახლა უკვე იგივე სახეები თავს ესხმიან პატრიარქის მოსაყდრეს. პატრიარქი მოკვდა გაუმარჯოს ეგზარქოს. მსგავსი ოდიოზური ფიგურების მხრიდან მყისიერი თავდასხმები მეუფე შიოს მიმართ აიხსნება ერთადერთი ფაქტორით. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მათ გაუჩნდათ იმედი, რომ ეს შესაძლებლობაა დაიმორჩილონ ეკლესია. ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან ისეთი შედეგი, რომლის პირობებშიც ეს შეუძლებელი იქნება. ძალიან მიგვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვების ომი. ეს არის კარგად აწყობილი მანქანა, რომელიც ეჭვის მარცვალს თესავს იქ, სადაც აქამდე რწმენა და ნდობა იყო. პროპაგანდის მთავარი კანონი მარტივია. თუ სიმართლეს ვერ ცვლი, შექმენი ალტერნატიული რეალობა. და აქ მნიშვნელოვანი როლი პროპაგანდისტულ მედიას ენიჭება. ეს თავადაც ესმით. მაგრამ მედიას რო აქვს გავლენა, ამას ობიექტური საფუძვლები აქვს. ხოდა ოპოზიციური მედია პლატფორმები, რომლებიც წლების განმავლობაში ეკლესიას ინსტიტუციურ ბნელეთად ნათლავდნენ, დღეს მოულოდნელად შეშფოთებული მრევლის როლში გამოდიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ტაძრებიდან გაძევებული ქრისტე დააბრუნონ ეკლესიაში. მე მეტი არაფერი არ მაქვს აქ სათქმელი. მათი ეგრეთ წოდებული წუხილი მეუფე შიოს პერსონით იწყება და ეკლესიის სუვერენიტეტის დაცვის მოტივით მთავრდება. მეუფე შიოს ღრმად და ფუნდამენტურად არ ვეთანხმები მრავალ საკითხში. და მიმაჩნია რომ ეს არ არის რაღაც დასავლური ეპისკოპოსმა ძალაუფლება საკუთარი თუ არ შეიგრძნო თუ არ აღმოაჩინა საკუთარ თავში აი ეს ამ პარტავნებამ ხო შეიძლება ერთხელ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაოს, ხო? ამ პარტავნებამ ცოდვათ ეს ჩამონათვალში მე მგონი პირველია. კი, პირველია, მაგრამ იმუშაოს ცოტა ხანი ამ ქვეყნის. თუმცა თუ კულისებს მიღმა ჩავიხედავთ, დავინახავთ რომ ეს შეშფოთება მხოლოდ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია, სადაც მთავარ ხაზს კვლავ ეგრეთ წოდებული პრორუსულობის იარლიყი და ამთების ხელოვნურად გააქტიურება წარმოადგენს. კიდევ ერთი საკითხი, რაც აქტიური მსჯელობის საგანი გახდა, არის რუსეთიდან შესაძლო გავლენა ილია მეორეზე, რომ მოსაყდრეთ მეუფე შიო დაედგინა. თუმცა აქ ჩნდება მთავარი კითხვა. ვისთვის არის ეს საკითხი აქტიური მსჯელობის საგანი? მრევლისთვის, რომელიც ყოველ კვირას ტაძარში ლოცულობს და პატრიარქის ქადაგებებთან ერთად მეუფე შიოს ქადაგებებს ისმენდა და ისმენს აგერ უკვე 9 წელია. თუ სინოდისტვის, რომელმაც პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე უნდა აიღოს. რეალურად საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ამ საკითხზე არ არსებობს. აბსურდის მიზანმიმართულ პედალირებას მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პროპაგანდა და მათი სტუმრები ეწევიან, რომლებიც მხოლოდ ერთი ნიშნით არიან შერჩეულნი. ისტორიული გადაწყვეტილების წინ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ სასულიერო პირებზე და ნეგატიურად განაწყონ საზოგადოება მომავალი პატრიარქის გამორჩევის პროცესის მიმართ. 2017 წელს პატრიარქი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას მოსაყდრე დასჭირვებოდა და გამოეცხადებინა. 2017 წელს კი ყველასთვის მოულოდნელად გავლენიანი რუსი მიტროპოლიტის ილარიონ ალფეევის საქართველოში პატრიარქთან სტუმრობის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა მოულოდნელად პატრიარქის რუსეთში განსწავლული მეუფე შიო მუჯირი მოსაყდრედ გამოარჩია.
მე დღემდე მჯერა, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდა ზეწოლით. და ამაზე მარტო მე ხო არ ვლაპარაკობ, ძალიან ბევრმა თქვა ეს, რომ სულ 3 დღით ადრე ალფეევი იყო ჩამოსული აქ. ძალიან ისე საუბრობ, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ ხომ უნდა თქვას. ეგრეთ წოდებული სიმართლე, რასაც პროპაგანდისტული ნარატივი გვთავაზობს, არა მხოლოდ მეუფე შიოს, არამედ პატრიარქ ილია მეორეს შეურაცხყოფაცაა. რადგან ამით ამბობენ, რომ ილია მეორე ან მიზანმიმართულად ასრულებდა რუსულ დაკვეთებს, ან იმდენად სუსტი იყო, რომ გარე ზეწოლას ექვემდებარებოდა, რაც აბსურდული მტკიცებაა. ამას გარდა ფაქტები გაცილებით ჯიუტია ვიდრე პროპაგანდისტული ვერსიები. ეს კადრები, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა, ასახავს სწორედ ალფაევის ვიზიტის უწყვეტ ვიდეო მასალას. ამ შეხვედრას მრავალი სასულიერო პირი ესწრებოდა და იქ რაიმე ტიპის ფარული მოთხოვნის გაჟღერება, ან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ნებისმიერ მსგავს მცდელობას დამსწრე მღვდელმთავრების მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვებოდა. ასე რომ ერთ მხარეს არის ფაქტები, მეორე მხარეს კი გამოგონილ ვარაუდებზე დაფუძნებული პროპაგანდა. და უფრო მეტიც, იმას რომ დისკრედიტაციის კამპანია ინტერპრეტაციების გარშემო მიმდინარეობს, მეუფე ზენონის განცხადებაც ადასტურებს, სადაც ის მოსაყდრეზე ამბობს. რუსეთის კანდიდატი არ იყო, მაგრამ რუსეთი უჭერს მას მხარს. ამას მე ყოველთვის ვიტყვი. მაგრამ ეს ხომ არანაირ არგუმენტს არ ეფუძნება. მხარდაჭერის არსებობა ან არ არსებობა მხოლოდ პირად აღქმებზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გასაჯაროვებულ წერილს, რომელიც პატრიარქის კარნახით 2017 წელს დაიწერა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე ზენონის თითქოს ფრთხილი თავდასხმა მეუფე შიოზე რადიკალური მედია პროპაგანდის გაგრძელებაა. რადგან გამოქვეყნებულ ხელნაწერში ცხადად ჩანს, ვინ უჭერდა მხარს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელებას. პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ, ეს მერე იცვლება კიდეც, როდესაც დაფარულია ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მithქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო, არა მეთქი არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყო და ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა, ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინე. ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ეხლა დაწყნარდნენ, ყველა მიცის ვინ არის მოსაყდრე. იმავე წერილში პატრიარქი მოსაყდრეზეც საკმაოდ მნიშვნელოვან გზავნილებს გვთავაზობს. მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი, პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს, შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვა. პატრიარქის და სინოდის დამხმარე პირველი ეპისკოპოსი, პატრიარქის შემდეგ პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე. ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა. მას შემდეგ 9 წლის განმავლობაში პატრიარქთან ერთად უძღვებოდა ეკლესიას მეუფე შიო, უწყვეტად, ილია მეორეს აღსრულებამდე. და რადგან ის არ შეცვალა პატრიარქმა, შესაბამისად ეს უკვე ნიშნავს, რომ მოსაყდრემ პატრიარქის იმედები გაამართლა. იმედი მაქვს, რომ გაამართლებს გაკისრებულ სახეს. და მართლაც იქცა მისთვის დიდ დახმარებად, როგორც წერილში აღნიშნული. მაგრამ ახლა პროპაგანდისტული ლაბირინთებიდან გამოიყვანეს ის გზააბნეული აქტორები, რომლებიც თვლიან, რომ თურმე ილია მეორეზე უკეთიციან, ვინ არის და რას წარმოადგენს მეუფე შიო. მეუფე შიო არის რუსული პროექტი. ის არ არის ის პატრიარქივით მამა არ არის. ფსიქიურად ის არ არის გაწონასწორებული და ამავდროულად შიომ არის ის ქრისტიანობა. აი ასეთ ეკლესიას რა ავტორიტეტი ქონდეს და მას ხალხი უსმენდეს, ეს ღმერთს არ უნდა. სწორი იქნებოდა ეთქვა გარე ძალებს და მის ადგილობრივ მარიონეტებს არ უნდათ ძლიერი ეკლესია. სამაგიეროდ უნდათ, რომ ხალხი უსმენდეს კოლექტიურ დოროთეებს ამბიონიდან, რომლებიც სულიერ ცხოვრებასა და მსახურებას პოლიტიკურ აქციებზე რიგით აქტივისტად ყოფნას ამჯობინებენ, თუ დამკვეთები მოითხოვენ მათგან. ესე გადაგებენ, რომ აი ტაძარში ღმერთი მკვიდრობს, უილია. ტაძარში ღმერთი არ მკვიდრობს. ეს არის სკოლის შენობა. მე არ მახსოვს, მაგრამ ერთი 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული, დაგიკვირდებათ. საერთოდ არ წამეკითხე ლოცვა. უფალო შემიწყალესაც არ ვარ. რაში ჭირდება? მე ჩემი თქმა რომ შემიწყალოს, მე ღმერთთან ვარ და ვიცი რომ შემიწყალებს. მე შემიჩერეს რომ ვერ მოუნათლავ და სახს ვერ ვაკურთხებ, მაგრამ ეს ისედაც მეზარებოდა.
ეკლესიის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში რწმენის შერყების მიზნის გარდა, განასხვავება ახსნა აქვს პროპაგანდის მიერ ეკლესიის მორალურ კომპასზე სასაუბროდ მღვდლის მოყვანას, რომელიც ლოცვებსაც კი არ კითხულობს. ეს პარადოქსი სინამდვილეში კარგად გათვლილი სტრატეგიის ნაწილია ეკლესიის წინააღმდეგ ეჭვის დასათესად. პროპაგანდა ხომ დოროთეს, ისევე როგორც პეტრე ცაავას და მათნაირებს, წარმოაჩენს ეკლესიის შიგნიდან წამოსულ მამხილებლებად. თუმცა პროპაგანდისტული მანქანა მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება. მათთვის მხოლოდ მოსაყდრის პერსონალური დისკრედიტაცია საკმარისი არ არის. 20 ხმა, რომელიც მეუფე შიომ მღვდელმთავრებისგან მიიღო, რადიკალური ჯგუფებისთვის იმის ნიშანი გახდა, რომ მათ არაერთი სასულიერო პირის, არამედ მთელი სინოდის ავტორიტეტის შელახვა სჭირდებათ. სურთ საზოგადოებას დააჯერონ, რომ 20-მა მღვდელმთავარმა გადაწყვეტილება არა სულიერი პასუხისმგებლობითა და სინდისის კარნახით, არამედ ან შანტაჟისა და დაშინების, ან რუსული გავლენების ქვეშ მიიღო. და იმ 20-მა, რომელმაც მათ მისცა ხმა, აი მე არ ვიცი, ძალიან კი აღვარღვარებდნენ თვალცრემლებს, აი სამებაში მის კუბოსთან, აი გულში ჩაიხედონ და ქვეყნის ღალატი კი არა, ჯერ პირველად აი პატრიარქთან, აი არ ვიცი, მე იმქვეყნად ხოშჯერად იმ ქვეყნის, რა პირით უნდა შეხედონ თვალებში და მე ჩვენ რანაირად უნდა შევხედონ თვალებში. აი ეს 20 ეპისკოპოსია შიოს ჩათვლით, ვინც საქართველოს ეკლესიას უდარას გადააფარებს. მე რასაც უყურებ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნარიშკინის ძალით და არა სულისწმინდის მადლით. ეს არის მცდელობა გააუფასურონ ეკლესიის შიდა კონსენსუსი და ისტორიული არჩევანის წინ საზოგადოებასა და იერარქებს შორის ნდობის ხიდი ჩატეხონ. საბოლოოდ ბრძოლის ხაზი სწორედ აქ გადის. ერთ მხარეს არის ეკლესიის სიმტკიცე და სინოდის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, სადაც განსხვავებულ შეხედულებებსაც სიმშვიდით ხვდებიან. ხოლო მეორე მხარეს კარგად ორკესტრირებული შოუ, რომელიც ცდილობს ეკლესიის მომავალი შანტაჟისა და რუსული სპეცოპერაციის იარლიყით დაშტამპოს. თქვენ გამორიცხავთ, რომ ამ 20 ხმის მობილიზება მოხდა შესაძლოა სწორედ ქართული ოცნების ინტერესებითა და ჩარევით და მაგალითად იგივე ამ ინფორმაციაზე, რუსული დაზვერვის ინფორმაციაზე. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გაიგებდა, რომ ვინ მისმის ახმა გამორიცხულია, ისეთი პროცედურა იყო, და არის და ასე იქნება შემდეგშიდაც, რომ გამორიცხულია და ვის რა გარანტია აქვს, გაიგე რომ მე მივცე მას დაუშვათ ხმა, თუ მეშინია და მე არ მგონია რომ ვინმეს ეშინია, რომ და ვინმე დააშინონ და თუ დაუშვებ იმ ვარიანტს, რომ ვინმეს ეშინია, მე აგერ არ არის თავის ბიულეტინთან, რომელსაც აბსოლუტურად თავის ცხოვრებაში ვერავინ ვერ ნახა. მაგრამ პროპაგანდას ეს პასუხი არ აკმაყოფილებს. ამრიგად, პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ მრავალწლიან კამპანიას, მოსაყდრე შიოზე პირდაპირ შეტევასთან ერთად, ახლა უკვე წმინდა სინოდის 28 აპრილის ისტორიული სხდომის დისკრედიტაციის მცდელობაც დაემატა. კითხვები იმის შესახებ, მოხდა თუ არა ხმების მობილიზება პოლიტიკური ინტერესებით ან უცხოური სპეცსამსახურების შარევით, ემსახურება ერთადერთ მიზანს. საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ ეკლესიის მესაჭის შერჩევა არა სულიერი, არამედ კულუარული, მანიპულაციური პროცესია. სამწუხაროდ ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრების სახელით ეკომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება წყენა და დაპირისპირება დათესონ. გარე პროპაგანდისტული ხმაურისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე შვიდად გამოიყურება თავად წმინდა სინოდი, რომელსაც დღეს ერისა და ბერის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. შვიდადაა მრევლი, სასულიერო პირები, ანუ ყველა, ვინც რეალურად გულშემატკივრობს ამ ისტორიულ პროცესს, რომელიც 152 პატრიარქის არჩევით დასრულდება. ერთადერთი, ვინც აჟიოტაჟს ქმნის, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები არიან. ასე რომ, საბოლოო ჯამში ის, რაც ეკრანებიდან პროპაგანდას სურს დაგვანახოს, სინამდვილეში არა ეკლესიის კრიზისი, არამედ იმ პოლიტიკური ჯგუფების აგონიაა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიას ხელში მარტივად ჩაიგდებდნენ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცევდნენ. ოპოზიციური გაერთიანების მორიგი ფასადი იმაზე სწრაფად ჩამოინგრა, ვიდრე მისი დამფუძნებლების სარეკლამო ფლაიერების დარიგებას მოასწრებდნენ. სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსის წევრებმა ერთმანეთის მიმართ ზიზღის დამალვა ერთი თვეც ვერ შეძლეს. დაპირისპირება უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ დაგვიანებით დაწყებულ რეგიონულ შეხვედრებში ნაცმოძრაობა არ მონაწილეობს.
დიდი ზარზე იმით დაანონსებული საყოველთაო მობილიზაცია და მოსახლეობასთან შეხვედრები საბოლოოდ დახურულ კარს მიღმა პარტიულ აქტივთან შეხვედრით დასრულდა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები თითქმის იატაკქვეშა ორგანიზაციების სტილში გეგმავენ, სადაც ღია მხოლოდ ფანჯარაა, კარები კი მხოლოდ პარტიული ფილტრის გავლის შემდეგ იღება. დეტალები გურან და ბილიხოძის სიუჟეტში. ნუ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩერგოს და გვარამიას ალიანსმა გაძლოს 3 წელი. აი რა უნდა გააკეთო ისეთი იქ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს არ აფეთქდეს. რაც მე ვიქინა 3 კვირაც არ გასულა. ისეთი ჭუბი ატმა დედაშვილს არ აიყვანა ხელში. მიმდინარე პროცესები აჩვენებს. ალიანსი მიუხედავად ფორმალური არსებობისა შინაარსობრივად უკვე დაშლის ფაზაშია. არ არსებობს იქ ორი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთზე დედა არ აქვს ნაგინები უბრალოდ სხვადასხვა დროს. შავი კატის როლს თამარ ჩერგოლეიშვილი ასრულებს. ეჭვიანი და აგრესიული ბელადის როლში სააკაშვილი რჩება. თამარ ჩერგოლეიშვილმა ნაციონალები ალიანსიდან უკვე გარიცხა. გადაწყვეტილება პირადად გააჟღერა. თუმცა განმარტა, რომ ეს მისი კი არა ალიანსის ქცევის კოდექსის მე-6 მუხლის ფორმულირების დამსახურებაა. მიშამ თვითონ თქვა, ხო, რომ მე არ მოვიხვევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ, რომ ეგრე არიანო და ეს განცხადება სრულიად შეუთავსებელია ალიანსში ყოფნასთან. შეთანხმება და წესდება სააკაშვილმა დაარღვია. გიგაბოკერიაც ფიქრობს, რომ ნაციონალები უკვე ალიანსს გარეთ არიან. თვითონ ეს გუნდი და სააკაშვილიც უნდა ჩამოყალიბდნენ. თუ არ უნდათ, და თუ არ იზიარებენ იმ ხედვასაც გვაქვს, ხო, მაშინ რატო შემოვიდნენ საერთოდ აქ და ამ მომენტისთვის თავად დააყენეს ამ ალიანსის მიღმა თავი ამ თავის საქციელში. ახალის პოზიციას თენგიზ თევზაძე აჟღერებს. როგორც წესი მას სიტყვას მაშინ აძლევენ, როცა კოალიციის ლიდერს ნიკა გვარამიას გამოჩენა არ სურს. ის ცდილობს გზად არც შავ კატას გადაურბინოს და არც ეჭვიან ბელადს. ამიტომაც კი ამბობს რეაქცია იქნება, მაგრამ როდის ან როგორი არ აკონკრეტებს. უფრო ზოგადი და ფრთხილია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა უნდა შეასრულოს ის შეთანხმება, რაზეც არიან ხელმომწერები. იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება დადგენილი წესები და შეთანხმებული წესები, რა თქმა უნდა, ალიანს და პოლიტიკურ პარტიებს, ალიანს შემოვალ პოლიტიკურ პარტიებს ეხება შესაბამისი რეაგირება და პასუხი. თავად სააკაშვილი ციხიდან პოსტებს წერს და ალიანსის წევრობას ადასტურებს. არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათე ხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია. სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციურ სივრცეში ანტიმიშა, როგორც მთავარი იდენტობა, ვერ იქნება ლეგიტიმური და წარმატებული სტრატეგია. ყველა იმ პოლიტიკოს, რომელსაც თავის სტრატეგია და აქვს გამختارებული მიხეილ სააკაშვილზე და ნაცნობრობაზე თავდასხმა, ნამდვილად ვერ ექნება პერსპექტივა, იმიტომ რომ ასე პოლიტიკურ კაპიტალს მithumetes ოპოზიციაში ისინი ვერ შექმნიან. ერთი მხარე ამბობს, რომ წევრი გასულია, მეორე მხარე ირწმუნება, რომ წევრია. ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა არის დღეს ალიანსი? ფორმალური გაერთიანება თუ უკვე დაკენსელებული ერთობა? პასუხი მარტივ კითხვებზე არ არის. თამარ ჩერგოლეიშვილი კი ერთი ქალაქიდან მეორეში დამოგზაურობს. ვიდეო რგოლებში ყვება, როგორ აცნობს ალიანს ხალხს და უყვება ალიანსის გეგმებზე. ახლა ჩვენ ვართ სოფელ ქვიტირში, მეღორეობის და მეფრინველეობის ფერმა ვნახე და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, იმ ხელა ღორი დამხვდა იქ. მაგრამ რას გულისხმობს? ვის გულისხმობს? ვისი სახელით საუბრობს? ერთი თვის წინ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არსებობდა. მაშინ მონაწილეები საჯაროდ მაინც ინარჩუნებდნენ ერთიანობის იმიჯს. ჟურნალისტების წინ კამერების ხათრით, პიარის სცენარით ერთობას და სოლიდარობას დემონსტრირებდნენ. ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ერთობაზე შეთანხმების მიზნით ვქნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. მადლობა სუხთის ყველას, ვინც შეძლო ერთად დადგომა. ჩვენი გზავნილია ერთიანობა. ეს არის ერთობა. დღეს კი განსაკუთრებული სურათია. საჯარო სივრცეში კონფლიქტები გახშირდა, ურთიერთდაპირისპირება გამწვავდა და გაერთიანების დემონსტრირება პრაქტიკულად გაქრა. შეთანხმებას არ ყვევ პეტრე, რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა, ზეხირი, გადამგდები არარაუბები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. შეუზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხის თავიანო.
აუ რა სილამაზეა, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად დავხსნი რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყოჩინობს. ადამიანის ბუნებაა ასეთი. აი ზუსტად მაგ თბილისის მეხუთე ადგილზე ბჭობით აჩვენებ რა უვიცით ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები. შეუვიცო არარაობა. მაქსიმ მართლით ხომ დადი შენი პარტია რომ მე უბიცი ვარ ძვირფასო. გამეშვი ახლა შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები. როგორც ჩანს, ერთმანეთის ზიზღი იმდენად ძლიერია, რომ ერთობის იმიტაციაც დაიშალა. ეს კადრი, სადაც ალიანსის წევრები ერთად დაძაბული და ჩაკეტილი გამომეტყველებით დგანან, სიმბოლურია. თითოეულს თავისი მიზეზი, საკუთარი წარსული და პოლიტიკური გამოცდილება აქვს ვერაიტანოს გვერდით მდგომი. მათი გზები არაერთხელ გადაკვეთილა და ხშირად კონფლიქტურად და სკანდალურადაც კი დასრულებულა. ამ თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მაგრამ პრობლემა მხოლოდ პერსონალურ დაპირისპირებაში არ არის. უფრო ღრმა კრიზისს იწვევს ის ფაქტი, რომ გაერთიანებას თავიდანვე არ ჰქონია საერთო პოლიტიკური შინაარსი. ის უფრო ნეგატიურ ერთობაზე. საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაერთიანებაზე იყო აგებული. როგორც კი შიდა ინტერესები და ამბიციები გამოიკვეთა, ჩამოიშალნენ. და აქ კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება. რა შეიცვალა ამჯერად ისეთი, რომ მორიგჯერზე ერთიანობაზე ალაპარაკდნენ. ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ მორიგჯერზე ერთად დადგნენ. რა ვერ გაიგეს, ან ვერ მოასწრეს წარსულში. რა გამოცდილება არ ეყოთ, ვინ დარჩათ გასაკიცხი. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ამ ტანობაში არ ეჯიბრებიან, არც მიტევებას სწავლობენ. ეს პოლიტიკური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი არა შიდა თანხვედრა, არამედ გარეთ აღქმადი სურათის შექმნა. ამჯერად იმიტირებულ ალტერნატივას ქმნიან. მათი ერთობა ეფუძნება არა საერთო სტრატეგიას, არამედ საჭიროებას აჩვენონ, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის ჩაანაცვლოს მოქმედი ხელისუფლება. სწორედ ამიტომ დგანან ერთად. არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ენდობიან, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნიან იმ პოლიტიკურ ილუზიას, რომელსაც ალტერნატივა ჰქვია. პროპაგანდას მოусმინოთ. რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ საქართველოში არსებობენ ალტერნატიული დემოკრატიული ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ხელისუფლების შეცვლა. თამარ ჩერგოლეიშვილიც ფოკუსს სწორედ ამ ტერმინზე ალტერნატივა აკეთებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ 99% ეს ყველაფერი არის შეთანხმებული, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასიცოცხლოდ გვჭირდება ეხლა სწრაფად ვიზიტის მომზადება ვაშინგტონში და სწრაფად, ძალიან სწრაფად რომ ხელი მოვაწეროთ ამ ყველაფერზე, ჩვენი სტრატეგიით წარვდგეთ იქ, რომ აი ჩვენ ვართ ალტერნატივა. ნიკა გვარამია საერთოდაც ამბობს, რომ ეს დაკვეთა გარედან მოდის. ეს პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო ერთგვარი დაკვეთა პარტნიორებისგან? პარტნიორებისგან, პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. გამოდის, რომ ისინი ერთად არ დგანან, იმიტომ რომ შეუძლიათ. ისინი ერთად დგანან, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვთ. სხვანაირად გარე ძალებისგან პოლიტიკურ აღიარებას, ფინანსურ დახმარებას და სიტყვიერ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. მაგრამ როდესაც პოლიტიკა შინაარსის ნაცვლად იმიტაციაზე დგას, შედეგი რთული გამოსაცნობი არ არის. სულ ორჯერ შეიკრიბნენ. ერთხელ როცა ალიანსი დააფუძნეს და მეორე როცა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მესამედ ერთად დგომის ამტანობა აღარ ეყოთ. და ეს რეგიონებში გამოსვლამაც დაადასტურა. მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი ჯერ ქუთაისიდან და შემდეგ ბათუმიდან გადაღებულ ვიდეოებში ამბობს: ჩვენ ფედერალისტები ჩამოვედით. ჩვენ ფედერალისტები ვართ. ფედერალისტები ვართ ქუთაისში, თუმცა შემდეგ უკვე ალიანსის სახელით ბროშურებს არიგებს. რიტორიკულად სულ მრავლობითში საუბრობს, მაგრამ ვიზუალურად კადრში ყოველთვის მარტოა. სად არის ალიანსი? როცა ჩვენს ამბობ, ვარიგებდით ჩვენი გამარჯვების გზამკვლევს და მარტო ხარ. პრობლემა გრამატიკაში არ არის, პოლიტიკაშია. ჩერგოლეიშვილს სურს აჩვენოს, რომ ეს პოლიტიკური პროექტი და ოპოზიციის უალტერნატივობა მხოლოდ მას და მის პოლიტიკურ ქმარს უკავშირდებათ. მრავლობითში საუბრობენ, მაგრამ მარტო თამაშობენ ნაციონალებიც. ვიდეოს პატიმარი სააკაშვილი თავად აქვეყნებს. ვიზუალურად კადრში სულ რამდენიმე ადამიანი ჩანს, მაგრამ აქ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარია ის, რაც ისმის. شخصا bunları Mişa gönderip buna Mişa olamazsıya reaksiya verdi.
მიშა, ეს არის ნაციონალების ბრენდი და სურთ, ალიანსიც ამ ნიშნით დაბრენდონ. როცა პოლიტიკა იდეების ნაცვლად სახელებზე გადადის, ალტერნატივაც სახელად იქცევა. გაუყვეთ ამ ორ ამბიციურ სახელს რეგიონებში. პირველივე შეხვედრამ ქუთაისში მაგალითად დიდი აურზაურით ჩაიარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალები მას არც დაესწრნენ. საქმე უფრო პარადოქსული, კომიკური და იმავე დროს დრამატულია. კარგად აჩვენებს მათ უმწეობას და უძლურობას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ალიანსი, რომელიც პროევროპულობაზე დებს თავს, მუდმივად დემოკრატიაზე საუბრობს და სიტყვიერად გამოხატვის თავისუფლებას ეთაყვანება, პარადოქსული ცენზურის მექანიზმს აამუშავებს. ქუთაისში მოქალაქეებთან შეხვედრა 4 დღით ადრე დაანონსეს. თქვენს რომ შეხვედრა საჯაროა. დრო და რიცხვი გამოაცხადეს. ლოკაცია არა. ადგილი შეგნებულად გაასაიდუმლოვეს. მისამართის მისაღებად მსურველებს ჯერ ეგრეთ წოდებული ალიანსის მიერ შედგენილი სპეციალური ანკეტა უნდა შეევსოთ და შეკრების ორგანიზატორებისთვის პირადი მონაცემები, სახელი, გვარი, მეილი, ტელეფონის ნომერი და Facebook-ის ლინკიც კი გაეგზავნათ. ამის შემდეგ ირთვებოდა პარტიული ფილტრი. ალიანსის წარმომადგენლები თითოეულ განაცხადს ამოწმებენ. ათვალიერებენ აპლიკანტების Facebook აქტივობას და მხოლოდ მათ, ვინც ამ შერჩევას გაივლის, შეხვედრის მისამართს SMS-ით უგზავნიან. დიახ, მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრის პროცესი მთლიანად კონსპირაციულ ხასიათს ატარებს. კრიტერიუმები საჯაროდ არ ქვეყნდება. ვინც მათთვის მიუღებელია ზოგი სავარაუდოდ Facebook პოსტების გამო, ზოგი პოლიტიკური კუთვნილების გამო, ზოგმა შესაძლოა face კონტროლი ვერ გაიარა, ეჭვებს და უნდობლობას იწვევდა. მოკლედ, ნაწილი რეგისტრაციის ეტაპზევე დაიბლოკა, ნაწილი კი უშუალოდ შეხვედრაზე, მაგალითად სააკაშვილის მომხრეები. მოგვიანებით ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კითხვის დასმის საშუალებაც კი არ მიეცათ. მე ქალბატონო სევდია გამომაგდეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ქუთაისელმა პროტესტანტებმა ნაცების და მიშისტების ადგილი აქ არ არის მრცხვენია, მაგრამ სამწუხარო სიმართლეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ ქუთაისის შეხვედრაზე მოვიდა. 1-2 მიშისტი იყო, რომელიც ფრუსტრირებულია იმ შეშველი ფაქტით, რომ მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არაა. ისინი, ვინც შეხვედრაზე სერიოზული ფილტრის შემდეგ მოხვდნენ, თავისუფლად თავს ვერ გრძნობდნენ. ზოგი დარბაზიდანვე გააწევეს. ლაივში როგორც ჩანს, აღარ მოეწონათ. დახურულიო და ღია საჯაროა და გამომიშვი დახურული სტუმაო საჯარო გავიარე რეგისტრაცია, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და გამომიშვეს გამომაგდეს. რატო? კოცი ხარო შენო, ჩემი არქი მაქვს TikTok-ზე, ჩემი მოსაზრება გამოჩნია. ჩემ აზრს ვაფიქსირე პოლიტიკური შეხედულება მაქვს ჩემი და ამის გამო გამომაგდეს და ასეთი ფილტრის შემდეგაც კი ალიანსის წევრები ჟურნალისტებისთვის კარის გახსნას ვერ ბედავენ. შეხვედრას დახურულ ფორმატში ატარებენ. თამარ ჩერგოლეიშვილი ცდილობს საკუთარი შიშები და კომპლექსები აქამდე არსებული პრაქტიკით ახსნას. ჩვენ როცა გეტყვით და გამოვთ, მე ჩაგწერეთ რა იბრძალი თუ შეიძლება არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ხანდამჭრელი მიდი გეხმარებით ლაშაფარულავა ნაციონალური მოძრაობიდან კონტრასტის შექმნას იმიტირებს. ამბობს, რომ ისინი სხვებისგან განსხვავებით დახურულ ფორმატებში არ მონაწილეობენ, ხალხში არიან. ხალხთან ერთად არიან და ღიად მოქმედებენ. ფორმულა არ იყო გუშინ ქუთაისში ალიანსის სხვა წევრებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობა არის ხალხთან, ხალხში. მაგრამ ღია ფორმატი იქნება თუ ფარული მნიშვნელობა აღარც აქვს. ხალხი მათ შეხვედრებს არ ესწრება და ეს ბათუმის შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა. დიდი დარბაზი, დიდი მოლოდინები და სრული ფიასკო. კამერებმა ცარიელი სკამები რომ არ გადაიღონ, კარებს ისევ კეტავენ. ჩერგოლეიშვილი მედიას დებოშს უწყობს. უბრალოდ დასწრება გსურთ კამერის გარეშე. შეგიძლიათ რომ შემოხლა უი შეხა. ესე დარბაზი ნახევრად ცარიელი. ესეთი ქაჯების ნახვილია რა ალიანსის შიგნით ვითარება კრიზისულია. ერთმანეთის მიმართ ნდობა კრიტიკული. მიშა თითქოს საბრძოლო ტანკში ზის და მის გარშემო ყველას ეცვრის, მათ შორის საკუთარი პარტიის წევრებსაც. ბევრი გყავთ კიდევ ასეთი ჭკვიანები, ლამაზები და ზრდილობიანები პარტიაში, თქვენ ზიანათქვამი კოკასაშიგან რაცაც დგას იგივე წარმოდინდების. სააკაშვილი არ მალავს, რომ მისთვის ოპოზიციაში თითქმის ყველა ან მოღალატე ან ცოდვილია. ზოგს პარტიის დაშლის გამო აკრიტიკებს.
ზოგს ელექტორატის გაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. ამით ოპოზიციურ სივრცეში მხოლოდ საკუთარ დომინაციას დემონსტრირებს. ირწმუნება, რომ სწორედ ეს უპირატესობა აძლევს მას არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებასაც თავად განსაზღვროს და ცვალოს თამაშის წესები. თქვას ბოლო სიტყვა, წარუძღვეს დანარჩენებს. საკუთარი აღმატებულების დასამტკიცებლად ეროვნული გმირის სახელსაც კი იყენებს. ირწმუნება თითქოს 2008 წლის ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე პირადად მის ღირსებას შეეწირა. თავი პერსონალურად მას შესწირა, მისთვის მოკვდა. გაიხსენეთ თუ რა საიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ შიაგინე მიშას და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. გიორგი ანწუხელიძის სახელს ის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ჩერგოლეიშვილთან პოლემიკაში იყენებს. პასუხს არც მისი ყოფილი ქვეშევრდომები აკლებენ. მელია უკვე ბულდოზერული სტილით ყველას გადათელვით ემუქრება. ხოდა მავანსა და მავანს ვეტყოდი თუ სიბინძურე გაგრძელდება ყოველ ცისმარე დღეს დავიწყებ ფბ პოსტების გამოქვეყნებას ამ მიღწნილი კამპანიის წინააღმდეგ და ეს გაკეთდება ბულდოზერული სტილით. იგი წერეთელს ჯერ არ დავიწყებია, რომ ჩერგოლეიშვილმა პოლიტიკური სუტინიორი უწოდა და ყველა საერთაშორისო პარტნიორთან დაბეზღებით ემუქრება. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუყვები გიგი წერეთლის პოლიტიკურ სუტინიორობაზე. ავხსნი, რომ სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტია, რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში. გვარამიას შემთხვევაში სურათი სხვაგვარია. მის პოლიტიკურ კარადაში იმდენი ჩონჩხია, რომ საჯარო სივრცეში დუმბლს ირჩევს. გირჩი ჯაფარიძეს კი ცინიკური ტონი აქვს. ალიანსის სახელით მარტოდ მოსიარულე ჩერგოლეიშვილს ან შესაძლოა აგრესიულ სააკაშვილს, შესაძლოა ორივეს ერთადაც, პირდაპირ მიანიშნებს, რომ რეგიონებში ხალხის შეხვედრაზე გამოყვანა ზღაპარია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მე ჩავალ რეგიონში, იქ ხალხი გამოვა და ლაპარაკს დავუწყებს, ზღაპარია. თუ ვინმეს გონია, რომ ეს არ გვიცდია, ინფორმაცია არ აქვს. ასეთ კონფიგურაციაში ეს გაერთიანება უფრო მეტად ნეგატიურ ფონს ქმნის და ნეგატიურ ენერგიას ასხივებს. ამიტომაც დღეს ისინი ვეღარ ახერხებენ ერთიან მოქმედებას. ვერც ერთად დგებიან და ვეღარც იმ სურათს ქმნიან, რომელიც გარე დამკვეთებისთვის ალტერნატიული პოლიტიკური ძალის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ. ახლა უკვე თითო-თითო და ისიც სხვისი რესურსებით ცდილობენ გადარჩენას. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ საგურამოში გამართული შეხვედრა იმ ფართომასშტაბიანი რეგიონული ტურნეს ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებთან პირდაპირ კომუნიკაციას და დიალოგის სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. შეხვედრების მთავარი ღენძი ინტერაქტიული დისკუსია და იმ საჭიროებების იდენტიფიცირებაა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურობას განსაზღვრავს. დისკუსია შეეხო განათლებას, დასაქმებას, სოციალურ სივრცეებს და მათ შორის მიგრაციულ გამოწვევებსაც. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების შეფასებით მსგავსი ფორმატის შეხვედრები შესაძლებლობას ქმნის, რომ მათი ხმა არა მხოლოდ ისმოდეს, არამედ უშუალოდ ჩაერთონ საკუთარი რეგიონის განვითარებაში. ნუკი ბაღდავაძე და ლეკა მენაბდიშვილი თემის დეტალებით. ახალგაზრდების ჩართულობა სახელმწიფოს განვითარების პროცესში არის ძალა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოსმენა, არამედ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრები, პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და მათი საჭიროებების გათვალისწინება. ამ ფორმატის ფარგლებში მცხეთა მთიანეთში სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. აქამდე მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოს ზემოსვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მცხეთა მთიანეთში შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათ საჭიროებებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, გამოხატეს სურვილი ჩაერთონ მშობლიური მხარის განვითარების პროცესებში, დასვეს კრიტიკული კითხვები და მიიღეს დეტალური პასუხები. ჩემთვის დიდი დატვირთვა აქვს ამ აქ ყოფნას, გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და ხსნით დისკუსიას ახალგაზრდებს შორის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხარეში ყოფნა. არის დიდი ინტერესი გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებზე რიგ შემთხვევაში რაც იყო საკითხები, დასმული პრობლემატური საკითხები გადაჭრილია, მოგვარებულია და ჩვენი მთავარი მიზანი არის პირველ რიგში ის, რომ ვისაუბროთ ყველა თემაზე, აბსოლუტურად, რაც არის დაკავშირებული
მიმდინარე პროექტებთან, რომლისთვისაც ფიქრობთ თქვენ, რომ თქვა უკეთესი იქნება თქვენი კუთხისთვის, თქვენი რაიონისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ, მივიტანოთ თქვენი გულის ტკივილი, ადგილობრივი ხელისუფლება იქნება, ცენტრალური ხელისუფლება იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გვერდში დაგიდგეთ და მხარი დაგიჭიროთ ნებისმიერ პროექტში. განხილულ თემებს შორის იყო განათლების მიმდინარე რეფორმა, სახელმწიფო პროგრამები, რეგიონული განვითარების პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, ახალგაზრდული ცენტრების საჭიროება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მიგრაციის საკითხიც. ახალგაზრდები ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. ბორდის წევრებმა მონაწილეებს სახელმწიფოს პრიორიტეტები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებიც გააცნეს. 3 წელი რაც დაბრუნდი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჩემი პროფესიით და ვავითარებ ჩემს სფეროს. როდესაც უმაღლესში ვირიცხებით გადავდივართ დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში საცხოვრებლად და ძირითადად შემდეგ ეს სტუდენტები დასრულების შემდეგ, სწავლის დასრულების შემდეგ რჩებიან დედაქალაქში თუ სხვა დიდ ქალაქებში და ხდება რომ რეგიონები კარგავენ ძალიან კარგ რესურსს, იქიდან გამომდინარე რომ არის ბაბისი დასაქმების დონე რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ხედვას და ასევე მზად ვარ რომ ჩავერთო თქვენთან ერთად თუნდაც საინიციატივო ჯგუფის შექმნაში და ამ პრობლემის ერთობლივი ძალებით მოგვარებაში. ძირითადად დასაქმების გამოწვევის გამო გადინება ხდება ხოლმე როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ხდება უშუალოდ დედაქალაქში, რაც რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ შემდეგ რეგიონებში ძალიან გვაკლდება ეს ახალგაზრდული სისხლი, რომელიც ჩქეფს და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეუძლია რეგიონისთვის. დავყოთ ორ მიმართულებად, ერთი მიმართულება გახავთ ის, რომ როდესაც საკუთარი პროფესიით, როგორც თქვენ ახსენეთ, ან განათლების მისაღებად მიდიან უცხოეთში და შემდეგ უკვე იქ სამუშაოდ რჩებიან, არის შემთხვევა, როდესაც დედაქალაქში მიდიან და მე აღარ ბრუნდებიან, რადგანაც თვლიან, რომ მათ რეგიონს გარკვეული შესაძლებლობები აკლია. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ამ კუთხით განათლების რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში იმას, რომ მოხდეს პროფესიაში სწრაფი შეყვანა, ან როდესაც ბაკალავრი და მაგისტრატურის წლები შემცირდა, ამის შესაბამისად ბუნებრივია რომ დაჩქარდება დასაქმების პროცესი. რაც ადამიანს მიცემს შესაძლებლობას რომ მალე დაიწყოს სამუშაო და უცხოეთში ან თუნდაც დედაქალაქში არ ეძიოს ის სამსახური, რომელიც მოგეხსენებათ რომ რეგიონებშიც არის. და ბოლოს რო შევაჯამო, ძალიან კარგი სტატისტიკური მონაცემები არის, რომ დასაქმების სტატისტიკა არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ხოლო უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, რაც არის ძალიან სასიხარულო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თუმცა ჩვენ თვლით რომ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით სამუშაო და იმედი გვაქვს რომ თქვენი ჩართულობით და თქვენთან ერთად ძალიან ბევრი კარგ პროექტს განვახორციელებთ. მინდა აღნიშნო ის ფაქტი, ძალიან სასიხარულო არის რომ ჩვენ ახალგაზრდებს გვაქვს ხმაურა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ის პრობლემები რაც ჩვენს რეგიონში არსებობს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის პრობლემები გადასაჭრელი და ჩვენს მათ შორის მზად ვართ რომ ამ პრობლემების გადაჭრაში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ვფიქრობ რომ აქ მყოფებგანაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც არიციან თუ როგორ ჩაიგდონ ამ პროცესებში, მათ შორის მეც. საინტერესო იქნებოდა ამ საკითხებზე საუბარი, რა საშუალებები, რა მექანიზმები არსებობს თუნდაც ახალგაზრდებისთვის და მხარი გეგმება რაიმე ღონისძიებების ჩატარება მომავალში. მაგალითად არსებობს მთელ საქართველოში, ვიცით თქვენს რეგიონშიც გაქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აქტიურად იყოთ ჩართულები თქვენ. თქვენი ხედვები შეგიძლიათ გააცნოთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დაესწროთ ბიუჯეტის შედგენის პროცესს, სადაც დარწმუნებული ვარ მე აბსოლუტურად, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ თქვენ ხედვებს და ფორმატირებენ ისეთი სახით ბიუჯეტს, სადაც აუცილებლად იქნება მათ შორის ისეთი ინფრასტრუქტურის პროექტებიც გათვალისწინებული, რომელიც თქვენ გსურთ. ჩვენ დავიწყეთ მუნიციპალურ საბჭოზე მუშაობა და გამგვიკვეთა ესეთი ინფრასტრუქტურული პრობლემა არის, არ გვაქვს სივრცე. ბევრი ვიფიქრეთ საკრებულოს თანხმობის კონტაქტი და ვფიქრობთ, სად შეიძლება, თუ შეიძლება თქვენ დაგვეხმართ. პირდებით რომ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მით უმეტეს გართობის კუთხით და ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ ახალგაზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს სივრცე, სადაც შეიძლება მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, საუბარი და ასე შემდეგ. ეს პრობლემა
დგას, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენც ვიმუშავებთ, თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, ბატონი დავითიც ჩაერთვება და მხარს დაგვიჭერს როგორც თიანეთის მკვიდრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ეს პრობლემა ამ პრობლემას გადავჭრით. პრობლემურ საკითხად დავარჩიე ახალგაზრდებისთვის არსებული სივრცე, რაც ჩემი აზრით მარტო მე არ მადარდებს და კიდევ ბევრი არჩევდა მკითხოს და მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ განხრებით და მაინტერესებს თუ გაქვთ კონკრეტული ხედვა და როგორი გამოცდილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქში ან სხვა ქვეყნებში. ეს პრობლემა დაისვა ყველა რეგიონში, სადაც ვიყავით. აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ცხეთამთიანეთში და რეალურად ეს პრობლემა არის და აწუხებთ ახალგაზრდებს. მე პირადად და ჩვენ ყველა ბორდის წევრები მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ყველგან ახალგაზრდული სივრცე, სადაც შეგეძლება თქვენ დაჯდომა, საუბარი, ურთიერთაზრების გაცვლა, სამომავლოდ გეგმების გაკეთება. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენს რეგიონში განვითარდება და უფრო მეტი შეიქმნება სპორტული დაწესებულებები და შემდეგ და მინდა შევეხო კერძოდ ჯიუდოს განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენ ქვეყანაში სპორტის მიმართულებას, წეგან ვახსენეთ კივი მაჭარაშვილი ჩვენი ოლიმპიელი. საბედნიეროდ ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ბოლო წლებში სპორტში და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ინდივიდუალობის ხარჯზე ხდება, არამედ ხელისუფლების ჩართულობით და მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ამას, როდესაც ჩვენმა პრემიერმა გამოაცხადა სპორტი ქვეყანაში პრიორიტეტად, იმ დღიდან მოყოლებული უდიდესი ყურადღება ექცევა სპორტს და არაერთი სპორტული ცენტრი აშენდა, კეთდება, ზოგი მიმდინარეა, ზოგი დაგეგმარების პროცესში არის და ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი კარგი და მაგარი საქმე გაკეთდა, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება შედეგზე. მაინტერესებს მაგალითად გასულ წელს რამდენი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში და დარჩა. აქვს ინფორმაცია ისე დაახლოებით. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიქსირდება დადებითი დინამიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კუთხით არ აქვს ჩვენ პრობლემა და ამ კუთხით არ უნდა იმუშაოს ხელისუფლება. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად რეგიონისთვის, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ. 2025 წელს 4400 კაცით მეტი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე გავიდა და ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო და ბოლო პერიოდში, ასე ვთქვათ, ესეთი მონაცემები არის პირველი. თიანეთის ნაირ პატარა რაიონებში არის სპორტული კლუბები, რა თქმა უნდა, მაგრამ მესენიერი არიან აიპები. ხშირ შემთხვევაში აიპის ბიუჯეტი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მცირე ბიუჯეტით და ეს ბიუჯეტი ამ აიპებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ კარგ ტრენერს გადაუხადო შესაბამისი ანაზღაურება. ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ სპორტის სამინისტროსთან ერთად, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. მე შევეცდები მაქსიმალურად, რომ კონკრეტული მაგალითები მოვყვან და კონკრეტული საკითხები უთხრა და აუცილებლად დაგიბრუნეთ პასუხს, რის შესაძლებლობაც იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისიერად გადაიჭრას ეს პრობლემა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და თითოეული რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი. მათი თქმით, ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული ყველა იდეა და ინიციატივა ჩანიშნულია და შემდგომში კონკრეტულ სამუშაო პროცესში გადავა. ჩაიარა ძალიან კარგად, ძალიან ღია საუბარი ჰქონდა ახალგაზრდებთან და იყო დასმული საკითხები მათი მხრიდან დასაქმებასთან დაკავშირებით, ემიგრაციასთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მათ უღრმესი მადლობა უთხრა ჩართულობისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი და мотиваცია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან და მე ვფიქრობ ეს ყველაფერი შედგა დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრებზეც და მომავალშიც ესე გაგრძელდება. უახლოეს კვირებში შეხვედრებს კიდევ რამდენიმე რეგიონი უმასპინძლებს. პროცესის დასკვნითი ეტაპი თბილისში გაიმართება, სადაც ყველა რეგიონში გამოკვეთილი ძირითადი საკითხები და ინიციატივები შეჯამდება და მმართველი გუნდი ახალგაზრდებთან ერთად იმ პროექტებზე იმუშავებს, რომელიც მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული. როდესაც ადგილობრივი პროპაგანდისტული რესურსი იწურება, დივერსიული ნარატივები ექსპორტზე გადის და აი ისიც. პოლონური პლატფორმის ქვეშ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაფუძნება, არა მედია პლურალიზმის ზრდა, არამედ იმ საინფორმაციო შტურმის ევაკუაცია, რომელმაც ქვეყნის შიგნით ნდობა საბოლოოდ დაკარგა.
აქ ყველაფერი სიმბოლურია. დაწყებული რუსული ბრენდის ქვეშ შეფუთული ევროპული ხედვით, დამთავრებული იმ კადრებით, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია საზოგადოებრივი ტერორით და მოდელირებული რეალობის შექმნითაა გაჯერებული. როგორ იქცა დეზინფორმაციასთან ბრძოლა მორიგი საინფორმაციო შტურმის საფარად და რატომ სჭირდებათ ვარშავიდან მართული სტუდიები მათ, ვინც საქართველოში ნდობა დიდი ხანია დაკარგა. დეტალები ანი ნადირაშვილის სიუჟეტში. Платформа Полонури. Დასახელება რუსული. Вы смотрите вечерний эфир информационной программы «Вот так». აქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ოღონდ ამჯერად ერთი პატარა განახლებით. აქ უკვე ქართულ ენაზეც საუბრობენ. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი და ვუტე საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო მაუწყებლის ვარშავის სტუდიიდან დღევანდელ გამოშვებაში წარმოგიდგენ. აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. ამ განახლებას ქართველი წამყვანები დიდი მონდომებით ეშმაკურად მალავენ. რუსული ბრენდის ქვეშ რომ სხედან არ იმჩნევენ და სახელწოდებამ რომ არ გასცეს პლატფორმის სახელს აბრევიატურად კითხულობენ. Вот так კი არა არამედ. ვატა საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ ამბებს. საბოლოოდ მივიღეთ უცნაური კომბინაცია. პოლონური პლატფორმა, ქართული ენა და სადღაც შუაში გაუჩინარებული რუსული ბრენდი. ეს სიმბიოზი პოლონეთში შეიქმნა. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის TVP-ს ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. პროგრამა უზრუნველყოფს სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. რუსულენოვან ბირთვში ჩადგმული ქართულენოვანი სტუდია, როგორც დაგვიანონსეს, სანდო იქნება. გაავრცელებს ევროპულ ხედვას და ევროპულ ღირებულებებს და რაც მთავარია, იბრძოლებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. მაგრამ მთავარი არის არასაჯაროდ გაცხადებული მიზანი, არამედ რეალობა. ვის დაევალა ვოტაკზე ამ დავალების შესრულება. გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვიტ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. ნათია კობერიძე ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთხელ უკვე შევიდა. ოღონდ ამ ისტორიის გამო მას ჯერ სამუშაო ადგილის დატოვება მოუწია, შემდეგ პროფესიის. 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში მოდელირებული ქრონიკა გადის. ეთერში ჩნდება შოკის მომგვრელი კადრები. თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი. ქართულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა. დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები. სააკაშვილის ლიკვიდაცია. თბილისში რუსული ჯარები შევიდა. ამ შოკის მომგვრელი რეპორტაჟის წამყვანი სწორედ ნათია კობერიძე გახლდათ. გამოგონილი სიუჟეტების მსვლელობისას ეკრანზე არსად ეწერა, რომ ეს მართალი არ იყო. სიუჟეტის ნახვის შემდეგ ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი ბევრის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვირის პალიტრა მოდელირებული ქრონიკის მსხვერპლზე წერს. 13 მარტს დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მკვიდრი გაიოს ოდიშელიძე მოდელირებული ქრონიკის მიმდინარეობისას ტელევიზორის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვაჟმა ალექსი ოდიშელიძემ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა. 2010 წლის 13 მარტს მამაჩემი გაიოს ოდიშელიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემა ქრონიკას უყურებდა. მას შეექმნა რწმენა, რომ რუსეთის არმია განმეორებით შემოიჭრა საქართველოში, რის გამოც გული გაუხდა ცუდად და გარდაიცვალა. საქმე იმდენად ხმაურიანი და რეზონანსული ხდება, რომ ქრონიკის წამყვანის და გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის პროფესიულ ჟურნალისტურ სტანდარტზე საქართველოში ამერიკის მაშინდელ ელჩს ჯონ ბასს მოუწია კომენტარის გაკეთება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა აქცენტებში საუბრისას მან თქვა: ჩემი აზრით ეს იყო საკმაოდ უპასუხისმგებლო, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებად მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, მოდელირებულ ქრონიკას ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს საინფორმაციო დივერსია და ტერორიც კი იყო, რომელიც მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას მოუწყო. და როცა ასეთი გამოცდილებისა და წარსულის მქონე დივერსანტები ეთერში ჩნდებიან, გასაგები ხდება, რომ დაკვეთა დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი არა, საინფორმაციო დივერსიის გაგრძელებაა. ამიტომაც დასჭირდათ სწორედ ამ გამოცდილების მქონე ნათია კობერიძე და არა ვინმე სხვა გამოცდილებითა და ბექგრაუნდით. უცხო ქვეყანა ქმნის სახელმწიფო, ის საგარეო სამინისტრო, ან მთავრობამ შექმნა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, რომელიც გაიგივებულია საქართველოში დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ისტერიის დათესვასთან. მოდელირებული ქრონიკის ავტორი არის დღეს ამ
ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი. და ესეც აჩვენებს თუ რა არის განზრახვა. მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პაվել ჰელჩინსკის განცხადება, სადაც ის დაგვემუქრა სამოქალაქო ომით. შეგახსენებთ, რომ პაվել ჰელჩინსკი გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა ის არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, იმ სამინისტროსი, რომელმაც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა ახლა. რუსული ბრენდის ვოტტაკის ქუდის ქვეშ შექმნილ ქართულ კონტენტს თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, დივერსიული ნარატივი არ შეცვლილა. TV პირველისა და ფორმულას პროპაგანდას ფეხდაფეხ მიჰყვება და იმეორებს. აქაც თავისუფალ აზრზე, ევროპულ ხედვაზე და დამოუკიდებელ მედიაზე საუბრობენ. ქართული მედიის თავისუფლების ინდექსი ვარდნას განაგრძობს. როგორ იყენებს სინამდვილეში ცუდ ამბებს სამთავრობო პროპაგანდა, ამაზე ექსპერტები გვიამბობენ. ქართული ოცნების პროპაგანდას არ აქვს სტრატეგიული მიზანი. თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ ერთ რადიკალურ ნარატივს აძლიერებენ. არანაირი ალტერნატიული აზრი და განსხვავებული პოზიცია ქართულ ენოვანი ვოტაკიდან არ ისმის. ყველაფერი იგივეა, სპიკერებიც კი და შერჩეული თემებიც. ავტოკრატიული რეჟიმები თავის ძალაუფლების შენარჩუნებას ძირითადად ცდილობენ ინფორმაციის მანიპულირებით. პატრიარქის არჩევნები ვოტაკზეც ისე შუქდება, როგორც TV პირველზე და ფორმულაზე. მოსაყდრე შიო პრორუსია, მის არჩევას რუსეთი ლობირებს. რუსეთის საპატრიარქო ქართულ ეკლესიაზე გავლენის მოხდენას კვლავ განაგრძობს. იდეოლოგიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების დიდი ნაწილი იზიარებს რუსეთის ეკლესიის მსოფლმხედველობას. ეს არის ჩარევა ქართული ეკლესიის საქმიანობასა და პატრიარქის არჩევის ფორმასა და წესებს. გავლენები საქართველოს ეკლესიაში სამწუხაროდ არის რუსეთის ეკლესიის და ცდილობაც, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიისა, რომ მართი სასურველი კანდიდატი გავიდეს. რა თქმა უნდა, საინფორმაციო დივერსიული ხაზი გვიყვება, რომ ქართული ოცნებას პრორუსია. ჩარჩო წინასწარვე შერჩეულია. შესაბამისად, სტუმრებსაც ამ ჩარჩოს არგებენ. არჩევენ მხოლოდ მათ, ვინც იტყვის, რომ ევროპისკენ სულა ქართულმა ოცნებამ შეაჩერა. ნათია კობერიძე მაგალითად სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს ალაპარაკებს. რა მოლოდინი გაქვთ ევროკომისიის ამ წლის ანგარიშიდან საქართველოს შესახებ? ფაქტია, რომ ანგარიში სავარაუდოდ იქნება კრიტიკული, იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან პროგრესი არ ჩანს, პროგრესი არის ყოველდღიურად ტორპედირებული, რაც არ უნდა გაგიკვირდეს და ტორპედირებული არის ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ ერთი დივერსიული ფორმულა მოქმედებს და ის, რაც ამ ფორმულაში არ ჯდება, უბრალოდ არ ისმის. ისევე როგორც ფორმულაზე და TV პირველზე. და აქ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის. თუ მოდელირებულ სიუჟეტებს და მკვეთრად მიკერძოებულ კონტენტს უკვე წლებია ვისმენთ. იგივე ფორმულადან და TV პირველიდან. შედეგიც უკვე ნანახი გვაქვს. არც ეფექტი აქვს და არც გავლენა საზოგადოებაზე. მაშინ რატომ გადაწყვიტა პოლონეთმა ეგრეთ წოდებულ დეზინფორმაციას საქართველოში ვარშავის სტუდიიდან ებრძოლოს? როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ პრობლემა რაოდენობაშია და არატყუილების გავრცელებაში. მით უფრო იმ ფონზე, რომ ამერიკის ხმა დაიხურა. რადიო თავისუფლებას დაფინანსება შეუმცირდა. ტრამპის ადმინისტრაციამ პროპაგანდისტული პლატფორმების დონორი ორგანიზაცია USAID გააუქმა და ბუნებრივია გაჩნდა დამატებითი რესურსებისა და წყაროების მოძიების აუცილებლობა, მაგრამ აქ თავი კიდევ ერთმა ფაქტორმა იჩინა. საქართველოში უკვე მოქმედებს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას მოითხოვს. მარტა კოსმა კი როგორც ჩანს, ჯერ ვერ იპოვა ის შავი ხვრელები, რითაც კანონს შეიძლება გვერდი აუარო, რომ პროპაგანდა და არასამთავრობოები დააფინანსო. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე რომ არ დავაზარალოთ ისინი. შავი ფულით, ჩუმად და ფარულად რაიმეს გაკეთება უკვე შეუძლებელია. მაშველი რგოლის როლში პოლონეთი გამოდის. საკუთარი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით ქართულ ენოვან სტუდიას ხსნის. სხვა ქვეყანა, სხვა სტუდია, მაგრამ იგივე მესიჯებით. იქმნება ილუზია, რომ რაღაც ახალი იწყება. სინამდვილეში ყველაფერი ეს, როგორც უკვე დავრწმუნდით, ძველის გაგრძელებაა. უბრალოდ ამჯერად გამჭვირვალობის კანონი მათ აიძულებთ უკვე სტუდიები გადაიტანონ ქვეყნის გარეთ. მანამდე ამ კანონის გამო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ესტონეთში რეგისტრირდა. თინა ხიდაშელის არასამთავრობო ჩეხეთში გაიქცა. ნაცპროპაგანდამ თავი პოლონეთის პლატფორმას შეაფარა. მხოლოდ ამიტომ დაინტერესდა ვარშავა ქართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლით. დეზინფორმაციული შტურმი ახლა იქიდანაც წამოვა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობს. მაგალითად, აქტიურად იყვნენ ჩართული მიშა კვდება, მიშა მოწამლეს, გაათავისუფლეთ მიშა ფლეშმობში. პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებდნენ. მხოლოდ ბრალდებებს აჟღერებდნენ. არანაირი
მტკიცებულება არ ჰქონდათ. ვარშავამ თბილისში პოლონელი ექიმების ჯგუფიც კი გამოაგზავნა. ერთ-ერთი მათგანი ვივამედიდან სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს იპარავდა. იმისთვის, რომ შემდეგ ამ მოპარული ნიმუშის ვითომ ანალიზის საფუძველზე მორიგი დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და ეთქვათ, რომ მიშა სააკაშვილი ნამდვილად მოწამლულია და კვდება. პოლონეთმა თავი უკვე დაგვამახსოვრა პროვოკაციული და დეზინფორმაციული კამპანიებით. მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილონ სააკაშვილის საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი. ამჯერად საინფორმაციო დივერსიაშიც ჩაერთვება. რა თქმა უნდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით. მოდელირებული ამბების პოლონური შეფუთვით. ეს იყო კვირის პოსტი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით.